დილამშვიდობის, ქალბატონოვალი. რატომღაც ეს იმდენად ხშირი გავრცელებული დამოკიდებულებებია, რასაც ვისაუბრეთ, ნუ რამდენიმეს გამოვკლებით, ხო? გამიშთა ესეთი კითხვა, ჩვენ ვართ მიდრეკილები ადამიანები, რაღაცაზე აუცილებლად ვიყო დამოკიდებულები თითქოს, აი, რაღაცამ გაგვიტაცოს ისე, რომ მის გარეშე აღარ მიდრეკილებები კი არა, სამივე დამოკიდებული ადამიანები ვზივართ აქ, ხო? ხედავთ. 5-დან 1-იო და 3-დან 3-ივე. 3-დან 3-ივე ვართ, ხო, და წარმოიდგინე რა ხდება. და მიუხედავად თახო სხვადასხვა საკი გვაქვს. ამას დაუმატოთ ის ბავშვებიც, ესე იგი ასაკსხო მნიშვნელობა არა აქვს, ესე იგი ფაქტიურად განსაკუთრებით ამ ინტერნეტმა აი რა ქნა რა დღეში ჩაგვაგდო და რა თქმა უნდა ადამიანები მიდრეკილებები ვართ რაღაცისკენ, რომ მუდმივად, ნახე, ბავშვობიდან მოყოლებული დაცულობის შეგრძნება გაქვს, როცა ერთი და იგივე რამეს აკეთებ. და თავისთავად როცა მიჩვეული ხარ და ტელეფონი სულ ხელში გაქვს, შვიდად გრძნობ თავს. აი ის კი რო ფიქრობ ხოლმე, რომ ადრე ნეტა როგორ ვიყავით მობილური რო არ იყო. აბა. ანეკდოტი როა, სვანს რო ურეკავენ და სულ სახშიაო ეს ჩემი ცოლი და რა კარგია, урეკავ სულ სახშია. შულსაც ყოველთვის აკონსულ იცი სად არის და მშვიდად ხარ, ხო, ესეც არის. მაგრამ ნელ-ნელა ისე ვეჩვევით, რომ აი ზუსტად გადადის დაავადებაში და მე ეს ფსიქიკური აშლილობის მიზეზი ხდება. მეხსიერებაზე ხომ მოქმედებს, ცხოვრების ხარისხზე ხომ მოქმედებს, აქტიურობაზე მოქმედებს, პრაქტიკულად მთელ ცხოვრებას ვინგრევთ ამ დამოკიდებულებებს. აი ჩემ თავს ვიჭერო დილას თვალს რო ვახელ და აი ავტომატურად ვიღებ ტელეფონს და აი აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებლად ვიწყებ სკროლვას. ნუ ერთ-ერთი პირველი, აი ის რო დამოკიდებულებები რო არ გახვდეთ, არის ეგ რო გავიღვიძებ, არა ვიღო ტელეფონი იმ წუთას. მე ვამბობ ხოლმე, რომ დავიწყოთ დილა მადლიერებით. უბრალოდ ვიფიქროთ, გუშინდელი დღე გავიხსენოთ და მადლიერებები რისი მადლიერი ვარ. გამოვიხედო ავადავლიო და არა 6 ჭიქა, რა თქმა უნდა. და შემდეგ შეიძლება, რა თქმა უნდა, ტელეფონში ჩავიხედოთ და აუცილებელია გავიგოთ რა ხდება, მაგრამ შევზღუდოთ უნდა ეს დრო. და რატო ჩდება ეს დამოკიდებულება, ხო? რატო, აი რატო რატო ვერ მართავ და რაციონალურად რატო ვეღარ ვფიქრობთ ხოლმე ნებისმიერი რამეზე დამოკიდებულებისას. როცა ვხდებით, უკვე გვიანია, უკვე უკვე დამოკიდებული ვარ, მაგრამ ის გზა არ მახსენდება, როდის გავიარე, როდის მივეჯაჭე, როდის იმიტომ როცა მე არ ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით სრულად, მაშინ ხდები დამოკიდებული. როცა, დამოკიდებულების დროს ფაქტიურად მე ვცხოვრობ იმ გმირის ცხოვრებით, თუნდაც თამაშის დროს როცა ვთამაშობ, ან სოციალურ ქსელში ადამიანები რას აკეთებენ. პრაქტიკულად თავიანთი ცხოვრება გადის გვერდზე და სხვისი ცხოვრებით ტკბებიან, რომელიც უმეტესად არის ძალიან ლამაზი, ფერადი, Facebook-ზე რო შეხვიდე, იფიქრება, რომ აუჭერს ამ საქართველოს ყველა ბედნიერი, ლამაზი, ჯამრთელი და რა Instagram-ზე შემოდით რა ხდება. Instagram-ზე ვინდა, კი ბატონო, იგივე ხდება და ეს უკვე რა არის, ილუზორულ ცხოვრებაში გადადიან ადამიანები და აჩვენებენ თავს ისე, როგორც არ არის. და შენც უყურებ და ამ დროს ფიქრობ, და ეს რა ბედნიერია, რა კარგად ცხოვრობს და მეც ესე მინდა. და თან იცი რა, საკუთარ პრობლემებს ვეღარ ხედავ ამ დროს. სხვისი თემებით ხარ დაკავებული, გინდა პოზიტიურით და გინდა ნეგატიურით. და რაზე ეფექტების მოხდენის მსხვერპლები ვართ, პოზიტიურისაც და ნეგატიურისაც. აი, მე ეს არ მაქვს, რომ დავშოთ სხვისი ცხოვრება რა კარგია და მე რატო არ მაქვს. მე რაღაც იმის ემოცია მიხარიან, ან იმის, აი რასაც უყურებ, იმის ემოციით ვხარობ და ეს მომწონს, რაღაცა პოზიტიურ რაღაცას მივიღებ, ან ვიღაცის პირიქით რაღაცა მასიურად ვლაპარაკობ, შეპყრობილი, ხო? ცოტა თითქოს საჭოროა ახალმა ამბების მოთხოვნილებამ, რომელიც ადრე იყო სამზარეულოებში, გადმოინაცვლა აქ და გამომზეურებამ ამის. ხო, ესეც საჭირო, რომ დღეს არაფერი არ დამიდია და უნდა დავდო. ესეც დამოკიდებულება ალბათ, რომ აი ვალდებულად ვთვლი უკვე თავს. კი, რო დღეს რანაირად რამე ხო უნდა დავდო. და აი ქალბატონლალი, რამეს ღვარს უნდა მივაკნოთ, რომელიც არ მეგუღავს მართლა 20 საათიან თამაში, დღეღამის განმავლობაში 20 საათი თამაში, როდესაც არც წყალი გახსოვს, არც საკვები და არც ძილი. ეს უკვე მართლა ძალიან სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აუცილებლად გადადის მე ფსიქიკურ დაავადებაში და ამას წინათ ერთ-ერთი დიდ კონფერენციაზე გერმანიაში ლაპარაკი იყო, რა არის ეს დამოკიდებულება და შეადარეს სიყვარულს. როცა ადამიანი შეყვარებულია სატრფო ყავს და უყვარს. აი, დააკვირდით ზუსტად იგივე სიმპტომი. გიყვარს, გინდა, მას სამყოფდა, შეპყრობილი ხარ, ოცნებობ, როდის შეხვდები, ზუსტად იგივეა. ოცნებობ, როდის შეხვდები, მასთან მეტი დრო გაატარო, როცა არა ხარ, ელოდები, როდის იქნები მასთან, თუ მოხდა ისე, რომ გაგიბუტა და არ ნახულობს, თუ განიცდი, ხო? თუ აგიკრძალეს, ან მოხდა ისე, რომ არ ხარ
რა ვიცი, ინტერნეტში ან არაკეთებ იმას, რაც კიდე გააკეთო, ჩვენ ხო მარტო ინტერნეტ დამოკიდებულებაზე არ ვლაპარაკობთ, ხო? თქვენ ხა იმდენი დამოკიდებულება ჩამოთვალეთ, ეს არის თამაშ დამოკიდებულება თუ საქმეზე დამოკიდებულება, მნიშვნელობა არ აქვს. ყველა გავს ამას. როცა ხარ აი უგონოდ შეყვარებული, ის კი არა თქვენს რომ სიყვარული გავსო დამოკიდებულებასო. აი ეს უსაზღვრო სიყვარული თითქმის ერთი და იგივეა. და ყველა შემთხვევაში აი ეს რაც არის ნორმიდან გადასული და რაც არის უკიდეგანო, ყველაფერი ადამიანს ანგრევს, ხო? საქართველოში აი ჩვენთან სტატისტიკურად არ ვიცი რამდენად სწორი ახლა ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ აი რა არის ყველაზე აქტუალური, აი ყველაზე ისეთი ხშირი დამოკიდებულება რა არის? ინტერნეტ დამოკიდებულება და თამაშ დამოკიდებულება ბავშვებში. ეხლა ჩემთან ძალიან ხშირად მოყავთ ბავშვები, რომლებსაც შიშები დაეწყო, სკოლაში ვერ ჩერდება, ეშინია დაძინების, ეშინია საიდან ეშინია? იმიტომ რომ მულტფილმი ნახა ისეთი სადაც ძალადობის სცენებია. აი ზუსტად გუშინ მქონდა საუბარი ერთ-ერთ მშობელთან, მე სულ ვაკონტროლებოდა ტელეფონის დაყენებული მაქვს რომ 8 წლის ბავშვისთვის რაც შეიძლება ნახოს. ამ დროს ბავშვმა თურმე ნახა იქ რაღაცა ურჩხული, რომელიც კლავს ებრძვის ამ ბავშვებს. და შიშებიათ ბავშვი ესეთი დაწყებული რომ სუტილის. ეშინია რომ ეს ურჩხული შეიძლება საიდანღაც გამოხდეს და საშინელება დატრიალდეს, ან მოიპაროს ის მისი პატარა ძმა, ან რაღაცა ისეთი, ხო და ნახე, ასაკში ამ პატარა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი მშობელი ბავშვთან ერთად უნდა იყოს. და რატო ხდება ბავშვი და იმიტომ რომ დედას არცალია. და რო ვკითხე რომ აი დედასთან როგორი დედაო სულ ტელეფონშიაო. ხო და შენ რო სულ ტელეფონში ხარ და ამ დროს ბავშვს ეუბნები რომ არ შეიძლება, ესე არ გამოვა. თუ ბავშვი დაკავებულია, თუ აქტიურად ხართ ჩართული ამ ბავშვის ცხოვრებაში, ეთამაშები, იგივე ანიმაციაც ხო შეიძლება მშობელთან ერთად ნახოს ბავშვმა, იგივე გააზრებაში მიეხმაროს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს, იმიტომ რომ ერთად. აი აჩქო შენ პატარა ყავს, ხო? დიახ, 3 წლის. როგორ არის, როგორ უყარს ამ ტელევიზორის ყურება? წარმოუდგენელია, რომ არ კონდეს ეს ლტოლვა. ძირითადად სახლში ტელევიზორი არ ირთვება თუ მას არ უნდა სანის და ისიც 10 წუთი და მისთვის შესაფერისი ან რაღაც მუსიკალური ანიმაცია ან რაღაცა და მაგ დროსაც ვცდილობთ რომ გვერდზე ვიყოთ და იგივე ეს ფერების აღქმა იქნება ეს თუ ცხოველი ახალი გმირი მისთვის სანისთვის ახალი გმირი ვცდილობთ რომ მასთან ერთად გავიაროთ ის გზა რასაც თვითონ გადის იმ კონკრეტული რამის ყურების დრო შეძლებს დაგვარად ამას ესე ვახდენთ რომ აი მასთან ერთად ის მანქანები იქნება თუ რა იქნება უიწითელი მანქანა რამდენი თვალი აქვს 4 თვალი აქვს რაფერე როგორ აი რაღაცებს ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი როგორც თქვენ იქცევით ბავშვთან ვიცი მე შენი მეუღლისგან რომ აი ძალიან სწორად იქცევით იმიტომ რომ სულ კითხულობს რომ ესე თუ ისე აი როცა დედა არის ესეთი მონდომებული და დაინტერესებული რომ როგორ არის სწორი ბავშვთან ურთიერთობა და თვითონაც იზრდება და მშობლები იზრდებიან განსაკუთრებით როცა ბიჭი ყავს მამის ჩართულობა არის აი უდიდესი შეძლებს დაგვარად საღამოს ზღაპრით დამთავრებული არ ხანდახან ფიზიკურად სახლში არ ვარ უბრალოდ რომ სანის ძილის დრო არის მაგრამ როცა ვალ ვიცის რომ მაქსიმალურად უნდა ეცადო მაქსიმალურად რომ ბავშვმა ყოველდღე მამასთან ურთიერთობა ბავშვს კონდეს და სამწალდე საერთოდაც ბავშვი არ უნდა მიაკარო არანაირ გაჯეთს ჩემი თავით რაში დავიჭირე სანი რომ გამოდის სანმე ოთახში და გამოდი და თუ მიჭერებს ტელეფონი ვდებ ტელეფონს თითქოს აი დირექტორმა შემომისწრო რომ რაღაცა ცუც ვაკეთებდი და ტელეფონს ვატრიალებ დირექტორმა სკოლის დირექტორმა ვატრიალებ და ვიგონებ რაღაცებს რომ აი ეს ტელეფონი მე არ მჭერია აი ამას ძალიან სწორია რო არ დაინახოს თუ ბავშვისთვის გცალია ეთამაშები არ თუ ბავშვ თამაში უნდა აქტიურობა უნდა და თუ არ გცალია და შენ ტელეფონში ხარ და ტელეფონში რა ქნა ეხა თავს კი არ ვიმართებ მაგრამ ეს ხო სამსახური თამაშია გადასული გარკვეულწილად ეს მარტო სკოლა ხო არ არის არა მოკეთ მეტნაკლებად აი არჩილის ასაკის ბავშვებისთვის ვიცით რა ვაკეთოთ მაგრამ როცა დიდებსაც პრობლემა და ზოგჯერ ისეთი აღტაცებული ან რაღაცა შეპყრობილი ხდებით კონკრეტული რაღაცებით რომ შეიძლება ვერ განსაზღვროთ ბევრი რამე მათ შორის სასიცოცხლო რისკები აი აქ უკვე სერიოზული პრობლემა ჩნდება ალბათ და ქალბატონ ლალი ამაზე მე დაგაფიქროთ და თან შემოგთავაზოთ კონკრეტული ამბავი მოკლედ სოციალური ქსელებისგან გამოწვეულ ზიანზე საუბრისას რა თქმა უნდა გვახსენდება ერთ-ერთი სოციალური ქსელი რომელიც არის TikTok-ი სადაც სხვადასხვა ტრენდები ვრცელდება და მე ესეთ მოიცავს ხოლმე მთელ მსოფლიოს და არის კონკრეტული ტრენდები რომლებიც როგორც აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს
და შეიძლება იყოს დამაზიანებელი, კი და სასიკვდილო ესე ერთი შეხვედრით მსუბუქი იდეა. თქვენ რაღაცნაირად რომ თქვით რომ ის სიყვარულში და შეადარესო და შეპყრობილი როცა არის ადამიანი და ამბობა ის სიყვარულზეც ბრმაო, რაღაცა ესე გამოდის. იმდენად შეპყრობილი ხარ, რისკებს ვეღარ საზღვრავს ადამიანი. მოზარდების და მოზრდილების. აი, რა შეხედავთ თქვენ გამოსვლას? რაღაც თითქოს უფრო ღრმავდება ეს პროცესი. ხო, აი, უფრო მეტი რაღაცა ჩნდება, რადგან დამოკიდებული იქნება ბრმად. რას ფიქრობთ, თქო, სად არის გამოსავალი და სად არის უფრო ნათელი გზა? ცოცხლად. და არა ვირტუალურ სამყაროში მაქსიმალურად დაკავებულები ვიყოთ ცოცხალი ურთიერთობებით. აი, ბავშვს რო აკვირდები, რას თამაშობს, რომ მიხვდები რა აკლია და რა სჭირდება. ან პირველობა უნდა, ან შეიძლება აგრესიის მსხვერპლია თვითონ და აქ შეუძლია რომ თვითონ გამოხატოს აგრესია და სხვაზე თვითონ იქით იძალადოს. აი ამაში ყოველთვის ჩანს ის მოთხოვნილება, რაც ადამიანს აკლია. თუნდაც ეს ამოატრიალესო, ამას წინათ შემხვდა და ვერ მივხვდი. ნახე რომ დედა ატრიალებდა შვილს, მერე ქმარმა აიყვანა დედა და შვილი ორივე ერთად ამოატრიალდა. ვიფიქრე, ვერ მივხვდი, გუშინ შემხვდა ზუსტად. აი ერთი შეხედვით საფარები მსუბუქი უარაფ რომ მარტივი თითქოს მარტივი. რა ადამიანები მიდრეკილები ვართ ხო, რომ აი რაღაც ერთ რაღაცა სივრცეში ვიყოთ, სადაც ხვებიც არიან, რაღაცა მიკუთვნებულობა გქონდეს. და იცით რა მეორე მოზარდმა თქვა რომ მე 5 წუთი არაფერი არ ვაკეთო, არ შემიძლია. ცოტა ეს დამოკიდებულებაც გაგვიშთა თითქოს რომ აი უბრალოდ რაღაცაზე ფიქრისთვისაც აღარ გვინდა რომ ტვინი გამოვათავისუფლოთ, იქვე უნდა დავტვირთოთ სხვისი ამბების თვალინებით. ანუ ეს რაღაც ფიქრისგან გაქცევას თუ საერთოდ დროის დაკავება სხვა რაღაცებით, ესე ჩვენი მოთხოვნა. დაჩქარდა ცხოვრება, ხო, დაჩქარდა და უკვე ისე მივეჩვიეთ ნარკოტიკებით ამ ინფორმაციის მიღებას, რომ დამოკიდებული ხარ, ხო? როგორც ნარკოდამოკიდებული და თამაშდამოკიდებული, იგივე დამოკიდებულება. როცა ადამიანს ამჩნევ, რომ აი არ შეუძლია 5 წუთი გაჩერდეს, თუ გამოართვებ ტელეფონს არ გაჯეთს, შფოთი ემართება, ჭამის დროსაც ტელეფონში იყურება. იქ უკვე ცხადია, რომ დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი. პირველი და მნიშვნელოვანი ნახე რა არის ის რომ ადამიანამ აღიაროს რომ დამოკიდებულია. აი ჩვენ ვაღიაროთ რომ დამოკიდებული ვართ, ხო? დავარქვათ სახელი. როცა სახელს არქვევ უკვე და პრობლემა იდენტიფიცირებულია, მე უკვე ვეძებთ გზას რომ როგორ დავაღწიო ამას თავი. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების გვერდში დგომა, რომლებიც მხარს გიჭერენ რომ აქედან გამოხვიდე და უნდა მიმართო სპეციალისტს. მაგრამ აი მე მაგალითად არასოდეს არ მუშაობ ადამიანთან, რომელიც უკვე ზრდასრულ და თქვათ ვიღაცას მოყავს რომ არის წამალ დამოკიდებული ან არის თამაშ დამოკიდებული. ეს უნდა იყოს გადაწყვეტილება, შენი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს საკუთარ თავზე აღებული. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ პასუხისმგებლობა ავიღო იმაზე რომ ის ცუდია და ვაირას ვაკეთებ, ხო? ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობა რომ მე მინდა შევცვალო ცხოვრება. ჩემს ცხოვრებაზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა და როცა მე ვაღიარებ რომ ვარ დამოკიდებული, როდესაც მე პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე და მე მივდივარ სპეციალისტად, ეს ექიმი იქნება, ფსიქოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი, უკვე ნაბიჯები მაქვს გადადგმული და აი ამ დროს მჭირდება განა გაკიცხვა, რომ აუ შენ რა გააკეთე, ხარ დაჭერა და გვერდში დგომა, რომ სხვა რამეებით დავკავდე, სხვა ვიმოგზაურო, სპორტით ვიყო დაკავებული, რაღაცა ჰობი რომელიც ჩემთვის იქნება საინტერესო. მოკლედ, ისეთი რამე, რაც მე შემივსებს. ხო, რამე სხვა აქტივობა აუცილებლად და როცა ამ აქტივობას მე რეალურ ცხოვრებაში ვიღებ, ფაქტიურად დამოკიდებულება ინტერნეტის მიმართ თუ гаджеტების მიმართ ნაკლებად არის და დასვენება ვისწავლოთ ხალხო. ჩვენ ვორკოგოლიკები ვართ, ხო? აი, რომ მოვდიოდი დღეს ახლა ვფიქრობდი დილას მეც მანქანაში რაღაცა ლექცია მაქვს და ვსკროლავდი აი ამ ლექციაზე ახალი რა შეიძლება გავიგო. ვისწავლოთ რომ არაფერი ვიზარ მაწვდით გაკეთებით ხანდახან დღეში თუნდაც 1 საათი დავასვენოთ გონება კი აუცილებლად მადლობა ქალბატონ ლალი კი უნდა დავასვენოთ გონება და ეს ამის უფლება გვაქვს და უნდა მივიცეთ ჩვენ თავს და რაღაცა ვაჩოქოთ ეს 1 საათი არაფრის კეთება და